ანუ ხშირად კარმულ ურთიერთობაზე ამბობენ ხოლმე, რომ ტოქსიკურია, მაგრამ აი ზუსტად აი ტოქსიკურ ურთიერთობაში ხდება ადამიანის სულიერი გამოღვიძება და ზრდა, თუ ადამიანი სწორედ მიიღებს აი ამ ურთიერთობის გაკვეთილს, ხო? ანუ კარმული ურთიერთობის მიზანია, რომ თქვენ გაიაროთ გაკვეთილი, ხო? ანუ დაამუშავოთ, დაუშვათ თუნდაც თუ გახასიათებთ პირადი საზღვრების არ ქონა ურთიერთობაში დაუშვათ, ხო? თუ არ ფიქრობთ თქვენ თავზე საერთოდ ურთიერთობაში გავიწყდებათ თქვენი მიზნები, მაშინ აუცილებლად მოიზიდავთ აბიუზერს, ვინც გამოიყენებს ამას თქვენ წინააღმდეგ და მერე დაიტანჯებით და ერთ დღესაც მიხვდებით, რომ რაღაცას არ ვაკეთებ სწორედ. ამიტომ ნებისმიერი ურთიერთობა, იქნება ეს დაუშვათ კარმული თუ იქნება აი soulmate თურსაც რო ამბობენ, ხო? ყველა გვეძლება იმისთვის, რომ ჩვენ გავიზარდოთ, ხო? უმრავლესობა ადამიანებს აი სანამ იპოვიან თავის ნამდვილ მეორე ნახევარს სულიერად, გადიან ერთ ან რამოდენიმე მძიმე კარმულ ურთიერთობას. რატომ ხდება ეს? ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ გავიზარდოთ სულიერად და ვისწავლოთ ჩვენი თავის ფასი, ვისწავლოთ პირადი საზღვრები ურთიერთობებში, რა არის ჩვენთვის მისაღები, რა მიუღებელი, ეს სწავლა ხდება ზუსტად კარმულ ურთიერთობებში.